მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს სტუმრებს, ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ხართ დღეს. გაკურთხებთ ყველას იესოს სახელით. მოკლედ როგორც მორწმუნის ცხოვრებაში ძალიან ბევრი დამოწმება არსებობს თუ რამდენი სიყვარული და რამდენი საოცრება მოუხდენია ღმერთს ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ეს ღმერთის ჩარევები და ღმერთის ძალის გამოვლინება ჩემს ცხოვრებაში იმდენად დეტალურ, სპეციფიკურ და ძალიან კონკრეტულ მომენტებში ხდებოდა, რომ ძალიან რთული იქნება ჩემთვის ეს ყველაფერი მოუყვე დეტალურად თანმიმდევრობით და ავხსნა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ უფრო ზოგადად ვისაუბრო ღმერთის არსებობის მნიშვნელობაზე ჩემს ცხოვრებაში. ანუ რას წარმოადგენს ღმერთი ჩემთვის, ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ჩვენ შექმნა ინდივიდებად, ანუ განსაკუთრებულ ინდივიდუალურ ქმნილებებად და აქედან გამომდინარე ჩვენი მასთან ურთიერთობაც არის ძალიან ინდივიდუალური. შესაბამისად, ზოგისთვის ღმერთი არის ასეთი, ზოგისთვის ისეთი. მე მინდა აგიხსნა თუ რას წარმოადგენს ღმერთი ჩემს ცხოვრებაში და ვინ არის ის ჩემთვის. შევეცდები სამ ეტაპად ჩამოვაყალიბო ეს. მართალია, რასაც ვიტყვი შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს არის ნამდვილად რეალური ფაქტი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ღმერთი ჩემთვის არის ერთგულების გარანტი და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ადამიანისთვის ამ ცხოვრებაში ზოგადად ერთგულება ფასობს ძალიან ძვირად. და ღმერთი არის ჩემთვის ის, ვინც მაძლევს გარანტიას, რომ არის ჩემი ერთგული და იქნება ჩემი ერთგული ნებისმიერ სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, თუ რას გავდივარ, მიუხედავად იმისა, თუ მე თვითონ როგორ ვიქცევი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. არ არსებობს სიტუაცია ან მდგომარეობა, რომელშიც ღმერთს არ უჩვენებია თავისი ძალა. არ არსებულა სიტუაცია ჩემს ცხოვრებაში, რომლიდანაც ღმერთს ვერ გამოუყვანივარ. რაც არ უნდა მომხდარიყო, რაც არ უნდა გამოუვალი ყოფილიყო ეს მდგომარეობა ადამიანური თვალსაზრისით. ღმერთი მაინც ახდენდა სასწაულს და მისი ძალით გამოვყავდი ნებისმიერი სიტუაციიდან. შესაბამისად, ჩვენ ადამიანებმა შეიძლება ბოლომდე ვერ დავდოთ იმედი სხვა ადამიანზე, ან თუნდაც რაღაც სიტუაციაზე, ან თუნდაც საკუთარ თავზე, მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, რომ ღმერთზე ყოველთვის შეიძლება დავდოთ იმედი. ის არის ვინც არასოდეს არ გვიღალატებს და არასოდეს არ ჩაიქნევს ხელს ჩვენზე. რადგან არის სიტუაციები, როდესაც ჩვენ თვითონ ვივიწყებთ მას, მაგრამ ის არ გვივიწყებს არასოდეს. არის სიტუაციები, როდესაც ჩვენ ვუცრუებთ მას იმედს, მაგრამ ის არასდროს გვტოვებს ჩვენ უიმედო სიტუაციაში. შესაბამისად, ყოველთვის შეგვიძლია დავდოთ იმედი მასზე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემს ცხოვრებაში ღმერთი ძალიან ხშირად გამხდარა იმედს მიღმა იმედი. და ეს არის საოცარი შეგრძნება, როდესაც ჩვენ უკვე ვეღარდებ იმედს საკუთარ თავზე, ვეღარდებ იმედს ვერაფერზე. და ამ დროს იზღა დაგრჩენია, რომ ხელი ჩაიქნიო და მერე გახსენდება. კი, მაგრამ მე ხომ ღმერთი მყავს. როგორ შეიძლება ასე ვიყო და შემდეგ უკვე მიდიხარ მასთან და შემდეგ ღმერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ პირველ რიგში ხსნის მორალურ ტვირთს, რომელიც შენ გადევს და შემდეგ იწყებს უკვე მუშაობას იმ პრობლემაზე, რომელშიც შენ გადიხარ და იმდენად ლამაზად და საოცრად აგვარებს ყველა სიტუაციას, რომ უბრალოდ შეუძლებელია ეს შეედაროს ნებისმიერ ადამიანური გზით მოგვარებულ პრობლემას. ღმერთის გამოსავალი ყოველთვის საუკეთესოა და ის სასწაულებრივად ახდენს ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ მას ვენდობით. და მე ვიმედოვნებ, რომ ადამიანები უფრო მარტივად და უფრო მალე ვნებდებოდეთ, იმ დონემდე მივდიოდეთ, რომ მარტო ღმერთზე ვდებდეთ იმედს, რომ არ გაიწელოს ეს ჩვენი პრობლემური სიტუაცია, რადგან არსებობს ხოლმე ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენი ძალებით ვცდილობთ რაღაცას აქეთ-იქით ვედებით, მაინც ბოლომდე გვინდა, რომ რაღაცნაირად ვცადოთ, ყველა გზა მოვძებნოთ, იქნებ ეს გამოვიდეს, იქნებ ის გამოვიდეს, მაგრამ არა, ყველა გამოსავალი არის ღმერთში და მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოაგვარეს ნებისმიერი ამქვეყნიური პრობლემა. ასე რომ ყველა იმედი უნდა დავდოთ მასზე.
და მესამე რამ რაც ჩემთვის ღმერთი არის ეს ამ ქვეყნიურად აუღწერელი სიბრძნე. სიბრძნე, რომელსაც ღმერთი იძლევა, არ შეედრება არანაირ ცოდნას, არანაირ გამოცდილებას და არანაირ, არ ვიცი, განათლებასაც კი. იმიტომ რომ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც გარკვეულ რაღაც სხვანაირად რეაგირებ რაღაცაზე, ან სხვანაირად აღვიქვალ, ან სხვანაირად საუბრობ, ან ფიქრობ, ან მოქმედებ და ხვდები რომ ეს რაღაცა ჩემი არ არის, ანუ ჩემი საკუთარი გონებით მე ასე არ ვიმოქმედებდი და მაშინვე მეხსნება რომ ეს ღმერთის სიბრძნე არის, რომელიც საჩუქრად მომეცა და მადლობა ღმერთს ამისათვის, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ლოცულობ იმისთვის რომ ღმერთმა ამავსოთ თავისი სიბრძნით, როგორც ბიბლიაში წერია, სთხოვეთ მას სიბრძნე და ის მოგცემთ თქვენ ისეთ სიბრძნეს, რომელიც არ შეედრება არც ერთ ამ ქვეყნიურ სიბრძნეს. მისი სიბრძნე აღემატება ყველაფერს და მადლობა მას ამისათვის. შესაბამისად, რო შევაჯამო, ღმერთი არის ჩემთვის ერთგულების და სიყვარულის გარანტი. ის არის ჩემთვის უმაღლესი სიბრძნე, საჭირო მომენტში მოცემული სიბრძნე. და ის არის იმედს მიღმა იმედი. შესაბამისად, თლიანად უნდა დავდოთ იმედი მასზე და დედაჩემმა შემახსენა ამ დილით ძალიან კარგი მუხლი ბიბლიიდან. უნდა გვახსოვდეს რომ დედამ და მამამაც რომ მიგაგდოთ და დაგტოვოთ, ღმერთი არასოდეს დაგტოვებს და მადლობა მას ამ ყველაფრისათვის. მადლობა უფალს და გაკურთხებთ ყველას. დიდება იესოს.